მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს Business Space-ია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობ ბიზნესზე ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. და მოდით ახლა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი პირდაპირ კითხვით დავიწყოთ, ხო? ანუ რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ბიზნესი გარემოს დაცვით მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, ხო? ახლა თუ გაგიჭირდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ესე იგი დღევანდელ ეპიზოდს აუცილებლად უნდა უყუროთ. ამიტომ მოდით დღევანდელ ჩვენ სტუმარს წარვადგენ. დღეს ჩვენი სტუმარი არის კონსტანტინე ხაჭაპურიძე, საქართველოს გარემოს დაცვით მმართველთა ასოციაციის პრეზიდენტი. მოგესალმებით. მოგესალმებით. და თემის სამართლებრივ და პრაქტიკულ მხარეს კი ტრადიციულად ჯონი ჯონიაძე გაუძღვება. ჯონი, მოგესალმებით. გამარჯობა. ჯონი, საინტერესო თემა გვაქვს ძალიან, როგორც ყოველთვის, და შეგვიძლია დავიწყოთ. აღარ დავკარგოთ დრო. კი, ნახო, ნამდვილად საინტერესოა, ესეთი საინტერესო თემები დიდხანს გვიგზელდება ხოლმე და მე დროის დამატებას ვიტყოდ. მაქსიმალურად სწრაფად თქვი. ხო, ინსპირაცია რა იყო ამ მიმართულებაზე პოდკასტის გაკეთების? ინსპირაცია იყო ის, რომ აღმოვაჩინეთ ერთხელ ესე პრაქტიკაში მუშაობის დროს ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქი თუ უბრალოდ სამართალდარღვევის ოქი და რაზე და რაღაც მაცივარ აგენტებზე წესების დარღვევა და მე გამიკვირდა რა ეს რა არის ესეთი არც ნორმა გამიგია, არაფერი გამიგია, კიდევ კარგი ოქში ეწერა. ის გამოიყო დაჯანიმებული, მე ჩავხედე ნორმატიული აქტი ვნახე და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მაცივარ აგენტებზე, ანუ კონდიციონერში ფრეონი რომ გაქვს, რომელსაც თუ გაჟონავს მავნეზე მოქმედება აქვს გარემოზე, აქედან გამომდინარე ვალდებულები არიან ორგანიზაციები, რომ როგორც დაინსტალირება აცრომონ სააგენტოს ასეთი დანადგარების, ასევე პერიოდული შემოწმება უნდა ჩატარონ წელიწადში ერთხელ და ესეც უნდა აცნობონ. აი, ვის ეხება ბატონი კონსტანტინე, გვეტყვის ყველაფერს. აქაც სტუდიაშიც მოგესალმებით. რომ დავიწყოთ შესავლით, ზოგადად რა ვალდებულებები არსებობს ბიზნესზე ვისაუბროთ, ბიზნესს რა ვალდებულებები აქვს გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს თუ ზოგადად ქვეყნის წინაშე. ძალიან კარგი. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მივესალმებ თქვენ მაყურებლებს, თქვენს მსმენელებს და ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი ფორმატია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ეხლა რაც ჯონი მისაუბრა, რომ შემდგომში რომ ბიზნესი არიდებული იყოს ჯარიმებს, ესეთი ზუსტად ფორმატები შესაძლებლობას აძლევს ცნობიერების ამაღლების კუთხით და შეიძლება დაიცვას კიდევ შემომავალში ის ბიზნესი, რომელიც შეიძლება ჯარიმას გადაურჩეს. საკმაოდ ბევრი ვალდებულებებია გარემოს დაცვის კუთხით. 2015 წლიდან, როდესაც ჩვენ კიდე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, ძალიან ბევრი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წამოვიდა და დაიწყეთ ევროკავშირის რეგულაციების შემოტანა და შესაბამისად ყოველ წელს რაღაც ახალი რეგულაციები ირთვება, მათ შორის ეს მაცივარ აგენტები, რომელიც მიბმულია ოზონიშნის დაცვასთან დაკავშირებით, რომ ფრეონი ვიცით, რომ ახლა იქ შრეს იმუშება რა ქვია ანადგურებს საბოლოო როგორც ვიცი რაღაც კატასტროფასაც არის სამყარო გადარჩენილი ფრეონის გამო. ძალიან ბევრი შეიცვალა ზოგადად წლების განმავლობაში ისეთი მაცივარ აგენტების გამოყენება, რომელიც ძალიან დამაზიანებელი იყო და რეგულაცია შემოვიდა. ხა მთლიანად რეგულაციაზე მიბმული და სხვათა შორის ეხა მარტო კონდიციონერში არ არის, მაცივრებში გვაქვს ასევე დიდ ჩილერებში, რომელიც კომპანიებს დიდი გამაგრილებელი სისტემები აქვს და ასე შემდეგ და ნებისმიერ სუპერმარკეტში რო შეხვიდე ეს დიდი მაციო დახმაცივრები რო აი ყველგან ეს ფრეონია და გარეთ რო აცხული. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ხო, ნებისმიერ ოფისში. კი, ამ შემთხვევაში ანუ საკითხი ესეა, რომ როგორ მარტივად რო თქვა, მარტივი ენით ეხა ბიზნესისთვის მარტივი ენით რო თქვა, როგორ დარეგულირდა, რომ პირველ რიგში შემოიტანეს თვითონ ეს ტექნიკოსები, ვინც არიან ამათი სერტიფიცირება შემოვიდა კანონით, ანუ უნდა გაიაროს ტრენინგი და მას უნდა გაიაზროს, რომ რას აზიანებს ეს მაცივარ აგენტი, იმიტომ ის ცვლის წარმოიდგინე და იმან რომ შეცვალოს და რაღაცა გაჟონვა მოხდეს, არც მიაქცევდა ყურადღებას, დაიცალა ფრეონი, არ დაიცალა, მაგრამ ამ დროს ეხლა რა წარმოიდგინე, ხო, გარემოში მიდის პირდაპირ გაიფრქო ეს ფრეონი და ამიტომ პირველ რიგში ტრენინგები გაიარეს, შემდგომ სერტიფიცირება მოხდა, მათ ჩააბარეს ტესტები და შეიქმნა SIA, დღესაც არის გარემოს ეროვნულ სააგენტოში სპეციალურად განათლების ცენტრს უდევს, გარემოს დაცვის ინფორმაციის და განათლების ცენტრს SIA, ვინც არის სერტიფიცირებული ტექნიკოსი. მე ესე წეგავს საუბრობთ ამაზე სტუდიის გარეთ. ანუ ეს ადამიანები, ვინც სერტიფიცირება გაიარეს, საკუთარი ინიციატივით მივიდნენ, ხო, ალბათ უმეტესობა, მაგრამ აი დიდ კომპანიებს, სადაც ამ დანადგარების რეალიზება ხდება,
მათ სავარაუდოდ ხო ყავთ ვინც ემსახურებათ ინსტალაციაზე ამ თავის სერტიფიცირებული ეს ინსტალაციაზეა სერტიფიცირება ინსტალაციაზეც არის და შემდგომ რემონტებზეც რა თქმა უნდა რა იმიტომ რომ ხა იქ ხან მილი დაზიანდება ან რაღაცა გაუმართლობა ტექნიკური და ჭირდება ხო ტექნიკოსი იმიტომ რომ ხა მაგალითად თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ უდიდეს სამაციურო დანადგარებია ყველა კომპანიას დიდ კომპანიებს რა და ეხ ჩვენ ისე მარტივად უყურებთ მაგრამ ნებისმიერი სასმელი წყალი იქნება თუ ასე შემდეგ ეს გამაგრილებელი სასმელები იქნება მაგათ ყველას დიდი მაცივარ აგენტები აქვს დიდი ფრენო ისე აქვთ რა ქვია ჩილერები აქვს სპეციალურად ხო და ანუ ყველას ჭირდება ეს ტექნიკოსი შემდგომ რა თქმა უნდა ეს თავდადოს როდესაც დაიწყოს ეს ტექნიკოსებამდეც მივიდა ეს ასე რომ ვთქვათ ინფორმაცია და ყველამ დაიწყო მოკლედ ამ სერტიფიცირების აღება მაგრამ იქ არის რაღაც ნიუანსები რომელსაც ეხა ყველა ვერ შეძლებს ხო მიხვდი რა ანუ რაღაც უნდა დარეგისტრირდე ონლაინ გვერდზე სადაც შედიხარ და შენ გაკეთებულ საქმიანობას ტვირთავ ასე რომ ვთქვათ რა და ეხლა ვიცი ყველას არ აქვს შეიძლება კარგი ტექნიკოსი იყოს ძალიან ძლიერი ტექნიკოსი იყოს მაგრამ ეს უნარი არ კონდეს რომ ნოუთბუქში შევიდეს და ელემენტარულად კომპიუტერში შევიდეს და რაღაცა ატვირთოს ხო ძალიან ელემენტარულად ამ რეალობაში კომპანიას რა ვალდებულება აქვს მე დავუშვათ ოფისი მაქვს მინდა დავამონტაჟო ან ჩილერი ნახეთ როგორ არის ხა ვალდებულება ესე არის ესეთი კანონმა კანონმა თქვა ესეთი რამე რა ეხა რეგულირდება 3 კილოზე და მეტი მაცივარ აგენტი რომელ აგრეგატშიც არის მაცივარი იქნება კონდიციონერი იქნება ჩილერი იქნება თუ ასე ყველა ვარიანტი ფრეონია ეს მაცივარ აგრეგატი ხო მაცივარ აგენტი არის ფრეონის სტილი არის იქ რაღაც რამოდენმე E22 404 და რაღაც ასე ბევრნაირი მაცივარ 5-6 ნაირი მაცივარ აგენტია ეს ნივთიერება თუ 3 კილოგრამზე მეტი იტვირთება 3 კილო და მეტი თუ არის აგრეგატში და ამ აგრეგატს შენ ამონტაჟებ შენს კომპანიაში ვალდებული ხარ აცნობო სააგენტოს და ამის შესახებ ონლაინ ატვირთო ინფორმაციაც მათ შორის რა რომ დავარეგისტრირე ნომერი 25 მაგალითად რაღაცა ეს რა კი ბატონო ამას ტვირთავს რა თქმა უნდა დამკვეთი ვერ ატვირთავს ხო ალბათ ვინც დაამონტაჟებს იმან უნდა ატვირთოს ხო იმან უნდა ატვირთოს ეხლა დამკვეთმა რა იცის ხო იმან უნდა ატვირთოს ყველა ვარიანტში თუმცა შედიხარ დამკვეთის RS-ის საშუალებით რა იქიდან რეგისტრირდები ფორმალურად დამკვეთის ვალდებულება ხო ფორმალურად დამკვეთის ვალდებულება ნუ ნელ-ნელა დაიწყო ხა ეს სერვისები რამოდენი კომპანია ხა ვინც დიდი კომპანიები ვინც ქსელურად ემსახურება და დაკვეთაზე მაგალითად ხა ეს ცნობილი ბრენდები რო თითქმის ყველა უკვე იცის შემდგომ რა ვალდებულება აქვს შემდგომ ვალდებულება გაქვს რომ რა თქმა უნდა ნებისმიერი შენი ქმედება როდესაც რამე გახორციელდება ამაცივარ აი დამატება თუ მოხდება ფრეონის ხო უნდა დაამატოს აუცილებლად სერტიფიცირებულმა ინჟინერმა რა და ეგეც უნდა ატვირთოს და წელიწადში ერთხელ ვალდებულია ჟონვას შემოწმება გააკეთოს სპეციალური დეტექტორებია რომელთაც ზომავენ ამ ჟონვას და ჟონვის შემთხვევაში თუ დააფიქსირებ რომ არ არის ჟონვა აქტი იწერება და ეს აქტი იტვირთება ონლაინ ესეც რა და ვალდებულება აქვს წელიწადში ერთხელ ასე რომ ჟონვაზე შემოწმების აქტი ხო როგორ წავიკითხე ნორმატიულ აქტში რაღაც დოზას თუ აღემატება ჟონვა უკვე მილilitrobიდან გამომდინარე რამდენია დაკარგული იმის მიხედვით ჯარიმდები კი ბატონო მაგრამ ეხა გადადებული ეგ 2027 წლამდე ეგ ვალდებულებითი ნაწილი საკმაოდ მაღალი სანქციები იყო და მოკლედ კაცოტა გადაწიეს ასე რომ ვთქვათ ეგ მაგ შემთხვევაში დაჯერება მესამე მუხლია იქ რომელიც ჯერჯერობით შეჩერებული 2027 წელს ამოქმედება თუმცა ჟონვის ის თუ არ ჩაატარე თვითონ შემოწმება ჟონვაზე შემოწმება მაგას ჯარიმაა რო გავმარტო რა რეალობა იყო მოკლედ კომპანიებზე რატო დავიწყე საუბარი იმიტომ რომ შეიძლება არც კი იცოდეს კომპანიამ რომ დარღვევა ჩაიდინა და რატომ ეხა მე მინდა მაცივარ დანადგარის დამონტაჟება ავიღოთ კონდიციონერი გაგრილებისთვის ოფისისთვის ხო რა შენ ხარ სერტიფიცირებული სპეციალისტი დაგიკვეთე მომსახურება ვიყიდე რა უნდა მოხვიდე დაამონტაჟო შენ მოხვედი დაამონტაჟე აღმოჩნდა რომ სერტიფიცირებული სპეციალისტი ხარ და ეს დამონტაჟების ფაქტი დაარეგისტრირე სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის სამინისტროს პორტალზე. მიიღეს მათ ინფორმაცია, რომ აგრეგატი დამონტაჟებულია და 1 წლის შემდეგ დამონტაჟებიდან 1 წლის შემდეგ შემოწმების აქტი რო აღარ მივიდა, ფაქტობრივად დამონტაჟების დრო იციან, როდის უწევდა შემოწმება იციან და შემოწმების აქტი რო არ მივიდა, უკვე სამართალდარღვევა არის და იგზავნება სამართალდარღვევის სულებელი აგზავნის ამ შემოწმების აქტს. ვისაც შეამოწმები, არ შეიძლება სხვა შეამოწმებინო, არ აქვს მნიშვნელობა, სერტიფიცირებულ პირს უნდა შეამოწმებინოს. თუნდაც სხვა იყოს, სერტიფიცირებული პირი რო შეამოწმებს, მე უკვე შემოწმების აქტს ის ტვირთავს იქ. საბოლოო ჯამში ისე ხდება, რომ მაკონტროლებელთან თავს იყრის როგორც
დარეგისტრირების, ასევე შემოწმების. ეხლა ალბათ განსხვავებული სიტუაცია იქნება უკვე დამონტაჟებული დანადგარები, რაც არის. ხო, თუმცა იმასაც აღრიცხავ, როგორც კი აღირიცხება, მე როგორც მივხვდი, მაინც პასუხისგებელი აი ამ ვადის ასე იურიდიული თუ ფიზიკური დაცვაზე. კი, პირდაპირ ბიზნესია, ანუ ფლობელი, ესე წერია, ფლობელი, მათი ორანგეთის ფლობელი. კი, ფლობელი. ის უბრალოდ სერტიფიცირებულ ადამიანს უკეთა მომსახურებას და მოდის და გიწევს მომსახურებას. ოღონდ ამას აფიქსირებ მე ელექტრონულად რა. იდეაში რეგულაცია გასაგები არის, რისკენაც არის მიმართული და მისასალმებელია, უბრალოდ ფაქტი ის იყო, რომ ინფორმაცია სათანადო ამ ჩვენ შემთხვევაში არ არსებობდა რა. კი, ერთს დავამატებ კიდე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგადად რა, როგორ წავიდა კარგად რეგულაცია, რომ ადრეს ფრეონი რო იყიდებოდა, აი ბაზარზე იყიდებოდა ჩვეულები. მიხვიდოდა და ვისგანცე და იყიდოდა, ვისაც უნდა და სადაც უნდა და მოკლედ ჩატუმბავდა რა. და ესეც აიგზალა. დღეს ფრეონს ყიდულობს მხოლოდ სერტიფიცირებული ადამიანი, ვინც არის რა. უფლება არა გამყიდველს რომ მიყიდოს არა სერტიფიცირებულს რა. სერტიფიცირებულ და სერტიფიცირებულ კი ვალდებულია სად ჩატვირთვა ფრეონები, ესეც აღრიცხოს რა. ანუ რო ავიღე მე 100 კილო ფრეონი, განაშთვა უნდა გავაკეთო რა, ხო, პროცესის ციკლი მოაწესრიგა. ხო, ეგ სადავაფიქსირე კიდე. მე მივაქცი ამ საკითხს ყურადღება რა, ამ ინციდენტის შემდეგ რო ესეთი რაღაც არსებობდა. ჩემი მეგობარი ქალაქში მოძრაობდა, დააცხადა რაღაც კონდიციონერი არ უბერავდა ცივჰაერს, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი იდგა აპარატით ფრეონის დამატება ეწერა, გააჩერა და იმას ვკითხე როგორ არეგულირებ და რაღაც პერიოდულად წელიწადში ერთხელ მიაქვთ სადღაც ამოწმებენ ამ დანადგარს ითის ტუმბავენ ფრეონს ავტომანქანაში მისი გამართულობას ჟონვაზე ამოწმებენ ამდენად სწორად მუშაობს და თვითონ ეს აპარატი კიდე ამოწმებს მანქანაში ამ შემთხვევაში ჟონვა არის თუ არა რა. ხო, რაღაც ინტერესო მათ შემთხვევაში აი ამ ავტომობილების იმას ვინც ტენის რა, ანუ კონდიციონერის ფრეონს ანუ მათ რამდენად ესეც სერტიფიცირებული უნდა იყოს. სერტიფიცირებული უნდა იყოს. ხო, იმიტომ რომ ეგ ხა თუ არ იქნა სერტიფიცირებული ეგ პიროვნება, ხო, ვერ იყიდის ფრეონს და როგორღარ დაგიტენეს, ხო, შეიძლება სხვა პიროვნებას და ვიღაცას აკეთებინოს, თუმცა წესით უნდა იყოს სერტიფიცირებული რა, წესით. მე ბევრს კითხე, აბა დიდი კონდიციონერი გიყენია რაღაც უზარმაზარი რაღაც გიდგას იცი ესვალდებული. უი არა წარმოდგენა არ მაქვს და ხო აი ინსპირაცია ეგ იყო რომ აი ზუსტად ამ დაჯარიმებები ხა თქვენ რომელზედაც მოყევით იმ ფაქტის შესახებ, ეხლა უფრო გახდა ცნობილი მასიურად და მასშტაბურად საქვეყანაში რომ თურმე ესვალდებულება იყო. თუმცა კი იყო ეს ინფორმაციულადაც ამაზე კამპანიაც იყო, მაგრამ ნუ ეხლა მასშტაბურად ვერ იყო ალბათ ისე. ცოტა რთულია ხოლმე ფართომასებს ინფორმაცია მიაწვინო, მაგრამ მათ შორის მე ვთვლი რომ თუნდაც ჩვენ შემთხვევაში ბიზნესის პასუხისმგებლობა მარტო ის კი არ არის რომ რაღაც მოგებაზე ორიენტირებული იყოს, არამედ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა რომ გავიაზროთ და რადგანაც საშუალება გაჩენოთ გვაქვს ამ მომენტში იმისა რომ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიაროთ საზოგადოებას, რატომაც არა სიამოვნებით და თან უსასყიდლოდ ამას რა ჯობს და თუ პრევენციას მოახდენ და იდეა ხო იმ რეგულაციისაც ის არის რომ სფერო მოაწესრიგოს და პრევენცია მოახდინოს დარღვევების და გარემოზე ვზრუნავთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო. კიდევ სხვა ბევრი რეგულაცია არსებობს. ეხლა თანდათან შეკითხები ეხლა უფრო მოდი გადავიდეთ ისეთ რეგულაციებზე, რომელი რეგულაციების არ შესრულება შეიძლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იყოს მოწყვლადი რა. და ეს არის ყველაზე თვალსაჩინო ჩვენთვის, ყველა ჩვენთაგანს არის ნარჩენები რა. ანუ ეხლა ამ ბოლო პერიოდში 2015 წელს მივიღეთ ნარჩენების მართვის კოდექსი, ნელ-ნელა დააპდეიტდა თავის დადგენილებებით. შემდგომ უკვე 16-ში მივიღეთ სახიფათო ნარჩენების რეგულაცია, 155 მთავრობის დადგენილება და ასე შემდეგ და ბოლო 2 წლის განმავლობაში კიდე გაიზარდა სანქცია. და აი მარტივად რო გითხოთ, ეხლა მარტივად რო ვთქვათ, სანქცია გაგზავნეთ ხოდიში. თბილსერვის ჯგუფის ჩართულობა ამ პროცესში არის რამე ეს თბილისის შემთხვევა რო ავიღოთ? თბილსერვის მუნიციპალური ნარჩენებია მხოლოდ. თბილსერვისი მართავს მუნიციპალურ ნარჩენებს და ასევე რეგულარულ სამშენებლო ნარჩენებს. აქ უფრო მე მაქვს კომპანიებზე რო ავიღოთ. მოდი ესე გავყოთ ეხლა კანონმდებლობით ეხლა არის გაყოფილი ანუ ვართ მოსახლეობა, რომელსაც გადავადებული აქვს 2030 წლამდე ვალდებულება სეპარირებული შეგროვების. მოგეხსენებათ სეპარირებული შეგროვება არის რომ ბოთლი, შუშა ცალკე ჩავყაროთ, ხო პლასტიკი ცალკე, ელემენტი ცალკე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნარჩენების მართვამდე და ალბათ დაკავშირებულია გადამუშავებასთან. კი, რა თქმა უნდა. ცალკე რეგულირდება და ეს მნიშვნელოვანია სეპარირებული შეგროვება და შენ თუ სეპარირებულად არ შეაგროვე საბოლოოდ ჯამში ამ ნარჩენს ხელახლა სიცოცხლის უნარს აღარ აწვდ. მაგალითად რო ავიღოთ რა, მე თუ პლასტიკის შევაგროვე პლასტიკის ბოთლი, ხო, სუფთა პლასტიკის ბოთლები შევაგროვე, მე ამას დავაკუცმაცებ და
ნავთობს კი აღარ ამოვიღებ წიაღიდან. ისევ ამას დავაბრუნებ და გრანულებს შევქმნი და ისევ ახალი ბოთლს გავაკეთებ. შუშაც იგივეა, შუშას ხო წიაღისეულია, რომელიც ასევე ამოწურვადი პროდუქტი არის, მასალა ხო, წიაღისეული სამშობლო. შუშაც ეხლა ლეწი არის, როგორც მახსოვს ერთ-ერთი კომპანია, დამტრულ შუშებს და შუშებს იბარებს. შემდგომ ამ შუშას ისევ აბარებს საქართველოში ერთი კომპანია ყავს ასეთ აქციო საზოგადოება მინა და ისევ აკეთებს შუშის ბოთლს. და ეს წარმოიდგინე თუ ნაგავსაყრელზე მოხდება, всё, ანუ დაიკარგა რა, ასე რომ ვთქვა. და პლუს ამ პლასტიკასაც სხვა პრობლემა აქვს ნაგავსაყრელზე რომ მოხდა, იქ დეგრადაციის ნაწილი მიდის უკვე ნიადაგის და აღდგენის პოტენციალი ნაკლები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბიზნესმა ეს თავისი ძალებით უნდა მოახდინოს. აი ზუსტად ეხლა მაგას ვამბობ, ბიზნესის ვალდებულება ჩართულია. მოსახლეობის ვალდებულება არ არის ჩართული და ბიზნესის ვალდებულება ჩართული. ბიზნესს აქვს სეპარირების ვალდებულება და მოსახლეობასაც გაუჩენდება 30 წელს სეპარირების ვალდებულება. ძალიან დიდახებზია დამოკიდებული მოსახლეობისთვის, ეხლა წარმოიდგინეთ თბილისში 20,000 урна დგას და შენ უნდა შექმნა მინიმუმ 3 ნარჩენი მაინც ხო უნდა გააკეთო გაამრავლო 3-ს. პლუს მანქანები რომელიც დადის არის ერთსექციანი მანქანები. ეს უნდა ყავდეს 3-4 სექციანი მანქანები. ძალიან ძვირი, ანუ ამის ძალიან ძვირი ღირს და ამიტომ ნელ-ნელა მივა სახელმწიფო იქამდე რომ გადავა. ო, მე როგორც ვიცი, გადამუშავების პრობლემაც გვაქვს ქვეყანაში. გადამუშავებაც კი, რა თქმა უნდა, გადამუშავებას გადასამუშავებელი ნარჩენი პირიქით ქვეყნიდან გადის სხვაგან, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შემდგომი გადამუშავება. რაღაც ტიპის ნარჩენები გადის კი, რაღაც ტიპის ნარჩენები მიდის პოლიგონებზე და ძალიან ცუდი პრობლემა გვაქვს ჩვენ, ანუ ნაგავსაყრელებს რასაც ვეძახით, ეხლა ჩვენ ხო საქართველოში 26,000 მდინარეა, 45% ტყეს უკავია, ხო, ანუ მაღალმთიან რეგიონები ვარ განსაკუთრებით, ეხლა ბორჯომში ეხლა ნაგავსაყრელს სად უნდა მოაწყო, ხო, რომ წარმოიდგინოთ, ეხლა ხო, დინარის პირას ხო, ვერ მოაწყო, ანუ პრობლემებია რა, მოკლედ და ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი ნარჩენების მართვის ეგ არის, უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რომ ნარჩენება ნაკლები ნაგავსაყრელზე მოხდეს ნაკლები ისეთი ნარჩენი, რომელიც მარტივად ბიოდეგრადირებადი იქნება და დანარჩენი ნარჩენები ისე უკან უნდა დაბრუნდეს და ცირკულარული ეკონომიკა ქვია ამას, როდესაც ეკონომიკაში აბრუნებ ამ როგორც პროდუქტის სახით რა. გამივლია თბილისის ნაგავსაყრელთან და გასაოცარი სანახაობა არის. კი, მესმის. გირჩევთ გამე. ხო, იქ იყო ის გამოწვევები, მაგრამ სხვათა შორის ერთ-ერთი თუ გახსოვთ ბიოდეგრადირებადი ცელოფნის პარკები რო შემოვიდა, მაგან ძალიან უშველა, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ მარტო ერთი ავტოკალამი რომ მეყიდა აი მაღაზიაში, ეგრევე ერთჯერად ცელოფნის პარკში ჩაგიდე. დღეს აღარ არის ეგ. აი ეს იყო სავსე და ამის მართვა მე ძალიან რთული იყო. ის ქარი ამოვარდებოდა იქ როგორ არის ნაგავსაყრელებს სენდვიჩი ეძახიან. მიიტანე ნაგავი და დაცალა მანქანა ვერ უნდა გადააყარო ის მიწა ხო და ახლა ძალიან ბევრი ცელოფნის პარკი როა მოკლედ თან მან მე რაც მაქვს დანახული ნიადაგშიც რაღაც ეფინება სპეციალურად ხო ის თავიდან უნდა მოხდეს მისი დამუშავება პირველად მოშანდაგება შემდგომ ჩაფენა მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის და შემდგომ იწყება ამაზე მუშაობა რა და იქ ჭაბურღილები უნდა კონდეს რომ მიწისქვეშა წყლებზე კონტროლი კონდეს და ასე შემდეგ რომ შოვნო არ მოხდეს მათ შორის შემდგომ, როდესაც საერთოდ ნაგავსაყრელი დაიხურება, 25 წელი კიდე უნდა აკონტროლო, იმიტომ რომ იქ პობის შედეგად გაზი წარმოიქმნება და ასე შემდეგ და კიდე ჟონვარო არ მოხდეს. ნუ ეხლა ის ევროპაში რაც ხდება ის და რაც მინახია ჩემი თვალით იმას გეუბნებით, მაგრამ ეხლა ჩვენთან 56 ესეთი ქაოტური ნაგავსაყრელი იყო, მე ამის დახურვაზე ვიყავით და აი ეხლა ვართ აი ხო მიხვდეთ გარდამავალი პერიოდია, როდესაც უკვე დრო და ფინანსები ჭირდება. კი, დრო და ფინანსები და სხვათა შორის ეხლა იყო ზუსტად ერთი კვირის უკან გამოაცხადა მყარი ნარჩენების კომპანიამ, რომ ახალი ნაგავსაყრელები უნდა მოაწყოს და ძალიან მიხარია, კაი გუნდია და დაწმუნებული რაღაცა კარგი შედეგები. ბევრი მისასალმებელი პროექტი იყო ეს გადამუშავების. თქვენც ახსენეთ კიდევ არის სადენებს აწარმოებენ კომპანიები როგორ დავასახელოთ, ბევრი რა ინოვაცია იყო საქართველოსთვის, ერთი იყო, ცნობილი გახდა და მისასალმებელი ფაქტია და ბევრი შემთხვევაში ტექნიკას იბარს, მაგალითად ტექნიკის მაღაზიებთან დგას ყუთები, სადაც მნიშვნელოვანია. ეგ არის მის ვალდებულება, რასაც წარმოების გაფართოებული ვალდებულება მქვია, ეგრეთ წოდებული MGV-ს ეძახიან შემოკლებით. 6 პროდუქცია მსოფლიოში ეს რა არის საბურავებზე, ზეთებზე, აკუმულატორებზე, იმაზე რა ქვია, მანქანებზე და შესაფუთ მასალას. შესაფუთ მასალაში შედის ბოთლები, პლასტიკის ბოთლები, შუშის ბოთლები, ალუმინის ქილები, ქაღალდი, მუყაო და მათ შორის გარედან შემოხვეული ცელოფანი. აი ეს არა გვაქვს ჯერ მიღებული.
ეს თუ მივიღეთ ძალიან დიდი რეგულაცია იქნება და შემდგომ ამას დავარეგულირებთ. ლითიუმის ბატარეებთან დაკავშირებით რა ახალი გამოწვევებია ზოგადად სოფლიოს გამოწვევაა და ჯერჯერობით გვაქვს ხო ბატარეებია ერთ-ერთი ბატარეები და აკუმულატორები ეგვალდებულება აქვს 4 MG-ვია დარეგისტრირებული საქართველოში და მათ აქტუალდებულება შემოსული ნარჩენების რაღაც პროცენტი შეაგროვონ რა სხვადასხვა პროცენტი სხვადასხვა წლისათვის რა და ჯერჯერობით დაიწყო შეგროვება რა ელემენტების და ასე შემდეგ. ოღონ კომპანიებისგან ეს უნდა ვთქვათ რა მოსახლეობას ეხა ერთადერთი ის ვარიანტია რომ კარგი ისა აქვთ რა ქვია აქციები აქვთ ხოლმე და აი თქვენ რაც ახსენეთ რომ მაგალითად რამოდენიმე ესე ტექნიკის მაღაზიასთან ერთად გააკეთეს აქციები და მოსახლეობას უთხრეს რომ აი ჩააბარეთ რაღაცა ის გექნება ვაუჩერი მოგეცემ ეხა კახეთში კონდათ წარმოების გაფართოებული ვალდებულების კამპანია და მთელი სკოლები 55 სკოლა შემოიერეს ტრენინგები ჩაატარეს და 55 ტონა ელექტრონარჩენი ჩაიბარეს ხო წარმოგიდგენიათ ესეთი ეს მაინც წელთილოვანია მაგრამ აი მე ყველაზე მეტად კითხვა დამჭა ის რომ ანუ თუ ეს ბიზნესისთვის ავალდებულო არის უკვე ამის სეპარაცია ხო ამ ნარჩენების ან როგორ უნდა მოახდინოს ამის სეპარაცია აი თვითონ ხო ჩვენ ახლა სხვადასხვა თემებზე წავედით ნარჩენები უწურავია და დავბრუნდეთ კი ბატონო დავბრუნდეთ ბიზნესზე ხო ბიზნესზე დავბრუნდეთ სეპარირებულ შეგროვება ნახე ახლა სეპარირებულ შეგროვება რა ვიღოთ მოდი ყველაზე მარტივი ბიზნესები მოვიყვანოთ მაგალითად აგროკულტურის მიმართულებით მოვიყვანოთ ერთი მაგალითად სალონი მოვიყვანოთ და ერთი მაგალითად სამი მაგალითად რო ვიღოთ ერთი მაგალითად ის რა ქვია პროფილაქტიკა რა ასე რომ ვთქვათ რა ეხლა რა ხდება მოდი შევიდეთ ეხლა კაცები ყველა მანქანებით დავდივართ კაცი იქნება თუ ქალი ავტოსახელოსნოში ყველას მანქანები ყავს ავტოსახელოსნოში იცვლება ზეთი აკუმულატორი ფილტრი ზეთის ფილტრი ხდება და მოკლედ ეს დაახლოებით ეხლა და ნაწილები ხო ამათ ვალდებულება რა არის ხა მოკლედ დაწყებული არ აქვს მნიშვნელობა მცირე მეწარმე იქნება თუ ცნობილი შეპესე იქნება არა ვალდებულება აქვს რა თუ 120 კილოგრამი სახიფათო ნარჩენი წარმოექმნება წლის განმავლობაში სახიფათო ნარჩენი რა ეხლა სახიფათო ნარჩენი გამარტო სახიფათო ნარჩენია მეორადი ზეთი სახიფათო ნარჩენია მეორადი ზეთით დაბინძურებული ჩრები სახიფათო ნარჩენია მეორადი აკუმულატორი საბურავი არ არის სახიფათო სპეციფიური ნარჩენში გადის და სახიფათო ნარჩენია საპოხი მასალები და მისი შესაფუთი მასალაც რა რითაც ეს გაქვს ეხლა 5 მანქანას რო 5 ლიტრა გამოდის ეს 60 მანქანას რო გამოუსვალოს წელიწადში არაფერი 120 კილო ყველა ვარიანტი ექნება ასე რომ თქვა და აკუმულატორია მარტო 1-3-4 აკუმულატორი რო გამოცხადდა პატარა პროფილაქტიკა ხო კი ეხლა ნახეთ მოკლედ როგორ უნდა გააკეთოს და რამხელა რა არის სანქცია მე რა და აი ჩვენ საუბრობდით მე და ჯონიც სანამ შემოვიდეთ ეთერში ზუსტად მაგასთან დაკავშირებით რომ ერთი ადამიანიც რო იყო რომელიც ინდივიდუალური მეწარმე ან მცირე მეწარმეა და ცვლის მაგალითად ზეთებს ხო თუ მას 120 კილოზე მეტი სახიფათო ნარჩენი აქვს არ აქვს მოკლედ გეგმა გაკეთებული გეგმაზე მარტო გეგმის უქონლობა არის ჯარიმა 5000 ლარი თუ მან ხელთათმანი რომელთაც ცვლის რომელიც საპოხი მასალით არის დაბინძურებული ეს ხელთათმანი როდესაც მოიძრობს ხელიდან და ჩააგდო მუნიციპალურ ნაგავსაყრელს ნარჩენების ურნაში ან თავის ტერიტორიაზე დააგდო თუნდაც ბეტონზე 10000 ლარიანი ჯარიმაა წარმოიდგინე რა ხელთათმანებს აღარ იხმარებო არა რა თქმა უნდა ხო ჩვარი ხო რა თქმა ჩრებია და ასე შემდეგ ამიტომ ეხლა როგორ არის წესით როგორ ეწყობა წესით ესეთი რამე ეწყობა რომ მოკლედ არის სახიფათო ნარჩენებში და ვწყობთ მე მყარი სახიფათო ნარჩენები თხევადი სახიფათო ნარჩენები კანონი გვეუბნება რომ ნარჩენებს სეპარირებულად შეაგროვე და პლუს განახორციელე მარკირება. მარკირება ნიშნავს, რომ რა ტიპის ნარჩენი გაქვს დააწერე ზედ რაღაც მარკა გაქვს. ეს რო წარმოვიდგინე. სეპარაციისთვის საჭირო ღონისძიებებს მუნიციპალიტეტი იღებს თუ მეწარმე უნდა მიიღოს? მეწარმე უნდა მიიღოს. ნახე რა აქვს ახლა მოკლედ მას აქვს მუნიციპალური ნარჩენი. მუნიციპალურ ნარჩენში გულისხმობ, რომ აქვს ყოველდღიური სიგარეტს იქნება ეს საყოფაცხოვრო ნარჩენები ეს ცალკე უნდა ჩააგროვოს და შეუძლია მე გაიტანოს და ეს ჩააგდოს ურნაში, იმიტომ რომ მოსაკრებელს იხდის და მაგრამ ამ ურნას აუცილებლად რომელიც შიგნი ექნება უნდა ეწეროს მუნიციპალური ნარჩენი, უნდა კონდეს მაგალითად 200 ლიტრიანი რო წარმოვიდგინოთ ზეთის კასრი, სადაც მეორადზე აგროვებს მასზე უნდა იყოს წარწერა თხევადი სახიფათო ნარჩენი და იქ უნდა შეაგროვოს და მყარი სახიფათო ნარჩენი რა გვაქვს ამ შემთხვევაში ზეთის ფილტრი რო გამოცვალა ზეთის ფილტრი დასრული მათ შორის ხელთათმანი ეს მყარი სახიფათო ნარჩენები ხელშეკრულება უნდა კონდეს შემდგომ დადებული გეგმა უნდა კონდეს ეს გეგმაში რა ნარჩენები წარმოექმნებას ყველაფერი უნდა იყოს შიგნი აბსოლუტურად თავმოყრილი შემდგომ გეგმა ითვალისწინებს თუ ვის გადასცემს ეს ნარჩენებს ვისაც აქვს შესაბამისნება თუ იმას ისევ არ შეითანხმებს სააგენტო ამ გეგმას
თუ ის არ წერია ვისაც უფლება აქვს და შემდგომ ეს ადამიანი რო დაგროვდება ეს ნარჩენი ურეკავს კომპანიას და გააქვს ამ კომპანიას მომსახურებას. მაგალითად რო ავიღოთ ეხლა Z-ში 20 სუხთიან დაახლოებით ეხლა ბაზარზე ეს ფასია პირიქით ჩააბარებს აკუმულატორშიდაც ფულს უხდიან, მაგრამ აი ზეთი დამიძურებული ჩვრეები და ხელთათმანებში კილოგრამის განადგურებაში იქით იხდის მაგალითად $2-დან ზემოთ რა. ხომ? და ამას მართვა უნდა. პლუს უნდა ყავდეს გარემოსდაცვით მართვა, გარემოსდაცვით მართული ვერ ეყოლება, ისევ თვითონ უნდა აიღოს თავის თავზე, მაგრამ აი ეს ვალდებულება არის, ასე რომ ავიღოთ პროფილაქტიკაში, ხო? აი ცი რა დამაკლდა, ვისაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა, მათ შორის ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ტექნიკურად დაფიქსირება უჭირდეს რაღაც ეს რო დაამონტაჟა, ძალიან ბუნებრივი და ნორმალური ამბავი არის, უბრალოდ ესე რომ გადმოვხედავ ბიზნესის მხრიდან დამაკლდა თითქოს რაღაც ცენტრალიზებულად იმ ინფორმაციების მიღების წყარო რა ვალდებულებაც მე მაგისრია, როდესაც მეწარმე ვხდები სამეწარმეო საქმიანობას, როდესაც ვიწყებ, იმიტომ რომ ყველაფერი დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა მოვიძიო მე თვითონ რა ის ვიკითხო, აქეთ ვიკითხო, იქით ვიკითხო. შეიძლება ეს რეალურად ნორმალური არის, მაგრამ ჩვენ წყარო რაც გვაქვს როცა ვაწყობთ პროცესს. ჩვენი იურისტები ვარ და ჩვენი წყარო რა გვაქვს, ერთი არის მაცნე, როდესაც შევიდა კანონი, მეორე RSE ეგზავნება ინფორმაცია, მაგრამ RSE ის რა ქვია ბუღალტერი კითხულობს ახლა იმას და ესეთი მესიჯები იმდენია მაგას ახლა ვინცა იკითხავს და მაცნესაც ახლა ვინ კითხულობს ჩვენს გარდა იურისტებს გარდა. მაცნე არც იციან რა. არც იციან ხო რა თქმა უნდა და ეგეც ბუნებრივი არის ხა. თუმცა ახლა სამინისტროს განათლების ცენტრია ცდილობს ყოველთვის ამაზე გააუცელოს ეს ინფორმაცია, მაგრამ რამდენ აი ზუსტად მაგიტომ ვითხარი თავიდანაც მადლობა გადაგიხადეთ რომ ესეთი ფორმატი თუ არ იქნა ბევრი და ძალიან კარგი იდეა რა ფორმატის გამოწყება ესეთი ფორმატებით უნდა მივიტანოთ ჩვენ ინფორმაცია. იმიტომ რომ აქ მარტო სახელმწიფოს ვალდებულება კი არ არის ამას რო ვიზახოთ ჩვენი საზოგადოების ვალდებულება რა ქვია ცუდად იქცევა სახელმწიფო მაინც და მაინც კი არ არის კულტურის დონეზე არის ადამიანებს რომ არა მეწარმის თუნდაც ისე ყველას გვაქვს პირადი ერესი. კი. ან შემოსავლებისთვის, ან დეკლარაციებისთვის, ან რაღაც ინფორმაციაზე წვდომისთვის და ინდივიდუალურად ყველასთან მოდის ეგ შეტყობინებები. მარტო მეწარმეებთან არა და ბუღალტრებთან არა და ეხლა ჩვენც ცოტა უნდა შევწუხდეთ რა. სხვათა შორის ეს ასოციაციის შექმნის იდეაც ეგ იყო რა. ზუსტად მაგაზე უნდა მეკითხა რომ აი თქვენი ზუსტად ამ ასოციაციის როლიც ძალიან საინტერესოა და აი ეს შემიძლია უსასრულოდ არ გვიყოფა რამოდენიმე თერი გავაგრძელოთ ამ ვალდებულების ნაწილებს და ბავშვების სანქციების ნაწილებს და ძალიან მაღალი სანქციებია რა. 45,000 ლარიანი, 25,000 ლარიანი, ასეთ შემდეგ სანქციებია ძალიან ბევრი მეწარმეების მიმართულებით. და ჩვენ გვაქვს ახლა ბაზარზე, საქართველოს ბაზარზე გვაქვს ერთი პრობლემა. ზოგადად ამ პროფესიის გარემოსდაცვითი მმართველები როდენობა არის ძალიან ცოტა. კანონში არ წერია სავალდებულოდ, როგორც შრომის უსაფრთხოების მენეჯერების მოთხოვნა არის, რომ აუცილებელი ყავდეს სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, ესეთ არ წერია კანონი გარემოსდაცვით მმართველს. გარემოსდაცვით მმართველი არის მხოლოდ ნახსენები ნარჩენების მმართვის კოდექსში და ამ დროს ნარჩენების გარდა წყალი, ჰაერი, ნიადაგი 1000 ვალდებულება კომპანიას, რომელიც გარემოსდაცვაში შედის. ეს ვალდებულება, მაგრამ ნარჩენებში ამ ეტაპზე და იქაც არ წერია, რომ ეს არის აუცილებლად სერტიფიცირებული. და ხან ბუღალტერს დანიშნავენ, ხან დარაჯს დანიშნავენ, ან გარემოსდაცვით მმართველს. ამ დროს მაღალი რისკის ქვეშ დგას კომპანია თვითონ ამ სანქციების ნაწილში და ხშირ შემთხვევაში ჩვენ მქონია რამოდენიმე შედეგი, როდესაც კომპანიები დახურულა. ზუსტად ელემენტარული, იმიტომ რომ არ ყავდათ კარგი გარემოსდაცვით მმართველი. პირადად მე მაქვს ორი ფაქტი, როდესაც მაგალითად დასავლეთ საქართველოში 350 ადამიანი სადაც იყო დასაქმებული, კომპანია დაიხურა. დასავლეთ საქართველოში ხა მოგეხსენებათ, იქ უფრო ჭირს, ასე რომ ვთქვათ, სამუშაო ანუ ვერ დააკმაყოფილა თუ რა და აი ძალიან ნებართვა ქონდა. ნებართვას აქვს თავის პირობები და ეს პირობები დაარღვია ერთხელ, დაარღვია ორჯერ, დაარღვია სამჯერ და კანონში წერია რომ სამჯერ თუ დაარღვია პირობები და ვერასწორებს, უნდა გააუქმო ნებართვა, ანუ საქმიანობა აუგზავნო. და ამ დროს, როდესაც მე მოხდი ამ კომპანიაში, როდესაც გვითხრეს რომ პრობლემის წინაშე ვიყო, თქო მე-13 იყო დაჯარიმებული და რო გადავხედე თუ რა იყო გასაკეთებელი, არ ძალიან ელემენტარული რაღაც იყო გასაკეთებელი, რომელიც რაც გამოიწვია მის კომპეტენციის ამბავი. კომპეტენციის ამბავი იყო. კომპეტენციის და მე მგონი ოდნავ შეიძლება გულგრილობის ამბავიც რა თქმა უნდა, ესეც აუცილებელია. რაღაც მომსახურება თუ მჭირდება ხარისხიანი, აი პირობითად ტელევიზორის ყიდვა მინდა და მივედი და სამლარად არის ეს ტელევიზორი, ან ჩუქნის ვიღაცა, იმაზე პრეტენზია ვერ მექნება სათანადო რა. რა თქმა უნდა, ზუსტ ხარისხს მაძლევდეს, რა ხარისხიც მჭირდება, თუნდაც მინიმალურ დონეზე. კი. და ერთი შეკითხვა გამიშთა.
ეს მომსახურება რო გაუწიოს ბიზნეს კომპანიები დღეს საქართველოს ბაზარზე რამდენად არიან და რამდენად როგორ არის იცი არის ესეთი კომპანიები ძალიან ცოტაა და ასოციაციაშიც ხო არ ყავთ ესეთი კომპანიები ეხლა ასოციაცია ვარ პირველ ნაბიჯებზე ეხლა ვქნით მაგალითად ზუსტად ამ კომპანიების ბაზას ახლა ვქნით ამ კომპანიების ბაზას, იმიტომ რომ ეს ბაზა იყო სხვადასხვა სტრუქტურებში და იყო მათ შორის მოძველებული და საკონსტიტუციო კომპანიების ერთიანი სია რო გეთქვა რომ სად არის არავის არ ქონდა. შეგვიძლია სხვადასხვა მივმართოთ ჩვენს მაყურებელსაც და რაღაც თუ რამე აქტივობა არის. კი, აი მე პირად მივმართავ გარემოსდაცვის კუთხით ვინც არის საკონსტიტუციო კომპანიები გემას info gema.gis მომმართონ ამის შესახებ ასე გვერდიც გვაქვს მოგმართონ რომ არის საკონსტიტუციო კომპანია და ჩვენ დავარეგისტრირებთ აუცილებლად და ვაკეთებთ მოკლედ ამ კომპანიების რეესტრს რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი თუ რამდენი საკონსტიტუციო კომპანია ქვეყანაში გაიხარეთ მაგრამ ამ საკონსტიტუციო საჯარო იქნება კი საჯარო იქნება ამ საკონსტიტუციო კომპანიებიდან ყველას არ აქვს ის სერვისი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ რატომ არ აქვს ეს სერვისი ყველას? იმიტომ რომ მოთხოვნა მიწოდების საკითხია. ხო, ეხლა ერთ-ერთი კომპანია არის რომელიცაც აქვს ეს სერვისი, ეხლა მე დაახლოებით ვიცი რომ ეს ემსახურება 70 კომპანიას, დანარჩენი კომპანიები არის 5-4, აი რამ ძალიან ცოტას, მაგრამ სერვისი ჭირდება ძალიან ბევრს, ხო, ყველას თითქმის. ნუ კონსულტაცია მინიმუმ 10%-იც არ არის, ხო, მაგრამ მოთხოვნის ნაწილში არ არის, მიხვდი, ანუ მიდიხარ შენ ესაუბრები რომ ეს სერვისი გაქვს ეს ვალდებულებები გაქვს მოგისმენენ ხო არ ჭირს და მაგიტომაც არ არის როგორ არის იცი ხო აღსრულებაც ანუ 10000 კომპანია მარეგულირებელი ყავს გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ყავს 90 ინსპექტორი საქართველოს მასშტაბით საკონტროლებელი სფერო არის 10000 ობიექტი წარმოიდგინე საკმაოდ დიდია დატვირთულია ეს გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი საკმაოდ აქვს რა თქმა უნდა გეგმიური არაგეგმიური შემოწმებები მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც გაკეთებული აქვს და სწორად აქვს გაკეთებული იმ რესურსებიდან გამომდინარე მაღალი რისკის ობიექტებს რომელიც უფრო მეტად დამაბინძურებელია ხა ეს ყველას ვერ მოიცავს თუ ცხელხაზე არ შემოვიდა ინფორმაცია თუ რაღაცა აი ხა თქვენაც თქვით ის ონლაინ რეესტრიდან არ მოვიდათ ის რაღაც სია ქარხნები და ასე ხო უფრო ქარხნებზე აქვს ლოგიკური სახელმწიფო არც უნდა ერეოდეს მაგრამ მაგისა ჩარევის საჭიროებაც არ უნდა იყოს ამ დონეზე რა ინფორმირება საჭიროა პასუხისმგებლობების განაწილება საჭიროა და მე კონკრეტული საკითხებიდან გამომდინარე საჭიროების შესაბამისად რეაგირების მოხდენა ამაზეც საჭიროა იმიტომ რომ რეგულაცია მივიღეთ და არ სრულდება და იმას არავინ თხოვოს რა თქმა უნდა ხუჭი არის რა აი მე პირადად გეტყვი ყოფილვარ შეხვედრაზე ანუ კომპანიას ახლა ვერ დავასახლებ ძალიან ცნობილ კომპანიასთან აუხსენი რომ რამდენად დიდი საკითხია და პირველი შეხვედრა რო შეხვდით ძალიან მაღალფარდოვნად ვისაუბრეთ და იქ ის CEO-ს შეხვდით და CEO მეუბნება რომ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა ასე შემდეგ ას მეუბნება აი ესეთი რაღაცები ხდება და ბოლოს ვეუბნები რომ მოკლედ თქვენ გაქვთ ნარჩენების მართვის გეგმა გასაკეთებელი შესათანხმებელი იმიტომ რომ ეს აუცილებელია რა არის ჩემი ნარჩენი ეს არის რამდენია ჯარიმა მეკითხება ამდენი 3 წელი არ შეუმოწმებიათ არ მინდა ხო გადაწყვეტილება იყო ეს ანუ თუ არ შეუმოწმებია იფიქრა რომ მოკლედ ეხა თან CEO იყო თან ფინანსურათაც ფიქრობდა გადათვალა უცბად რა რამდენია ჯარიმა თქვა 5000 ან 10000 ხო კიდე არ შემოწმოთ ერთი წელიც კი თუ ნუ მე გავაკეთე იგივე სიტუაცია გვაქვს აი აბსოლუტურად ხო და აი შეგნება თქვა თქვენ დარფი ჩვენცა ხო ანუ მიდიხარ ბოდი შეგაჩვენეთ ელაპარაკები მონაცემთ ადამიანის უფლებები უპირველესია ჩვენთვის ვზრუნავთ რაღაც ელაპარაკები რაღაც აბა რა ღირს საერთაშორისო გადაცემაზე ჯარიმა რამდენია მე შედეგი რა მოყვება საქმე ანუ რო გადავცე მე ამიკრძალავს ხო ნუ უკანონოა დაგაჯარიმა და აკრძალა რომ აღარ გადაცე რისკს ავიღებთ წახვალ შეხვედრიდან ეს ერთი თვე გრძელდება რა და მე შემოწმებას დაიწყებს საზედამხედველო ორგანო და მე გეძახის დასახმარებლად. მანამდე ჩართული რო ყოფილიყავ ის არ მოხდებოდა და არც დაჯარიმდებოდა რა. აი ეს პრევენციული ზონა ძალიან ბევრი. ერთ-ერთი კომპანია ხარ მინდა რომ ისე რეკლამა გამომივიდეს, ამიტომ ცოტა მესამე პირში ვილაპარაკებ. ერთ-ერთი კომპანია სადაც 70 კომპანიას ემსახურება თქო რა. სერვის 70 კომპანიიდან 65 კომპანია დაჯარიმების შემდგომ არის მოსული. 5 კომპანია რომელსაც გამოთქვა სურვილი რომ მოდი თავიდანვე საბედნიეროდ ეგეთი პრეცედენტები მოიმატა უფრო და რატომ უკავშირებ და რატომ მგონია რომ ესეთი საუბრები მნიშვნელოვანია.
და ბიზნესზე რატო გავაკეთე აქცენტი? როდესაც მონაცემთა დაცვის მიმართულებით გაჩნდა ვალდებულებები და ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, კვალიფიციური, არაკვალიფიციური, არ აქვს მნიშვნელობა, რომ გამოჩნდნენ და კონკურენცია რო დაიწყეს აქ და მოთხოვნებიც მე ერთ კომპანიას ვემსახურები, ის შესაბამის მოთხოვნებს უყენებს სხვა კომპანიას, ის სხვას და ცნობიერება მეტნაკლებად ამაღლდა და აცნობიერებენ უკვე საჭიროებას და დამოუკიდებლად მოდიან იძულების გარეშე და შემოწმების გარეშე და ეხლა გარემოს დაცვაზე ვსაუბრობ და ადამიანის უფლებებზე და არც გარემოს გარეშე იქნება ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებების გარეშეც მე მგონი გარემო როგორი იქნება დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ზუსტად ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასოციაციასაც აქვს მნიშვნელოვანი რომ ასოციაციის როლი რა არის? სახელმწიფოსა და ბიზნესისა და სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის ჩადგეს დაიკავოს ეს საკითხი. ბალანსი დაიცვას, რომ მათ შორის სახელმწიფოს ის ინიციატივები, მათ შორის რაც მომავალშია, რომ აცნობს ბიზნესს და უთხრას, რომ ამის რისკის ქვეშ გახართ და ეს ინფორმაციები მიეწოდოს, პლუს იზრუნოს ბიზნესის გარემოსდაცვით მმართველების ტრენინგზე და მუდმივ უწყვეტ განათლების მიცემაზე, რომ ისინი იყვნენ ასე რომ ვთქვათ, ყოველთვის მწოდნე და არ დაჯარიმდეს მე ისე კომპანიები, ასევე მოსახლეობას დაცული იყოს და ასევე თვითონ ბიზნესში დაგროვილი პრობლემები, რომელიც რაღაცა კანონის მიღების შემდგომ ხარვეზია რა და ხო იცი აი ბიუროკრატიას ქმნის და ანუ ხო ეს მიიტანო პირიქით სახელმწიფოსთან და უთხრა ეს პრობლემა გვაქვს რა და სხვათა შორის ეს ასოციაციის ნაწილი, როდესაც ჩვენ გავაჩინეთ ეს იდეა და მივედით სამინისტროში და ყველას შეხვდით სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულს, ძალიან კარგად მიესალმენ და თქვეს რომ პირიქით ორივე ხელით ხერს გიჭერთ რა ხო რა ორივე ხელით ხარს გიჭერს გითხრეს პირდაპირ. ეგ უნდა მეთქვა რომ ბიზნეს ხან და ხან ალბათ ხშირად სახელმწიფოსთან ურთიერთობა ეზარება როგორ ხო ეზარება უფრო რაღაცა ცალკე მაინც მოლოდინი არა აქ არა და ხო ცალკე თამაშობენ არა და მეც ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე საჯარო სამსახურში მე უკვე კერძოდან თანამშრომლობდი საჯარო უწყებებთან და მათი მხრიდან არის მზაობა რეალურად საკითხის განხილვისაც, გადაწყვეტილებების მიღებისას და რაღაც პლატფორმების შექმნისას თანამშრომლობისთვის და არის იმ სახელმწიფოს მხრიდან მზაობა რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში და ამ რესურსების გამოყენება ჩემი აზრით შესაძლებელია და საჭიროც არის რა. კი, კეთახო. ზუსტად ეგ როლი გაქვთ მე მგონი თქვენ. კი, ზუსტად ეგ როლია კი. მე რაღაცა პატარა ესეთი ხალისი შემოვიტყო რა სიტყვი ჯონი. აქამდე უხალისო იყო. არა ისეთი რაღაცა პატარა ტესტი მოუწყოთ ბატონ კოტეს რა. წარმოვიდგინოთ რომ 5 წუთით მოკლედ გაძლევთ ესეთი ინსპექტორის უფლებამოსილებებს რა. ოღონდ მხოლოდ 5 წუთით. 11 წელი ვიყავდი. ხო და აი ხა მე დავასახელებ ბიზნესებს, დარგებს დავასახელებ და მითხარით პირველ რიგში რაში ამოწმებდით? კი ბატონო. რესტორანი. რესტორანს შევამოწმებდი რა თქმა უნდა ფრეონს, აქვს თუ არა კონ 3 კილოზე მეტი და ფრეონი დარეგისტრირებული აქვს თუ არა. აუცილებლად ექნება. ხო, აუცილებლად შევამოწმებდი ასევე ნარჩენების მიმართულებას რა. და მესამე ხმაურს. ძირითადად რესტორანები და ხმაური არის კიდე რაზედაც საჭიროები შემოდის. ეს სამი კომპონენტი. ხმაურზეც თქვენი მიმართულება. ანუ ნახე ხმაური იყოფა ორ ნაწილად. შენობის შიგნი არსებული ხმაურს ეს მერია და ეს ტექნიკური მიმართულებით ზომავენ, ხოლო შენობის გარეთ არსებული ხმაური არის გარემოსი. ესე წერია კანონში და ხმაური და ხო სხვათა შორის კიდე რესტორნებიდან ის არის ხოლმე გამონაბოლქვის პრობლემა ეს სამწვადე ეგრეთ წოდებული სამწვადე სადგადის მიდი და სავენტილაციო სისტემა ხო კი ბატონო სასტუმრო სასტუმროს ნაწილიც არის უფრო ისა მაცივარ აგენტები ძირითადად მაცივარ აგენტები და უფრო ახლოს რესტორანთან ვინაიდან მათაც აქვს ტყვების ობიექტი სასტუმროს და ხმაურის ნაწილი შეიძლება კონდეს მის აგრეგატებს სხვა ისეთი სასტუმროს სტუმრებიც ყავს ბევრი რომელიც კიდე ანაგვიანებენ ხო ნარჩენებს რა თქმა უნდა ნარჩენი ყველგან რა კი ბატონო გადავიდეთ ჯანდაცვაში სტომატოლოგიური კლინიკა სტომატოლოგიური კლინიკას აქვს სხვათა შორის სახიფათო ნარჩენები სტომატოლოგიური კლინიკას აუცილებლად შევამოწმებდი სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის ოდენობას იმიტომ რომ თუ მას 120 კილოზე მეტი სახიფათო ნარჩენები აქვს ნარჩენების მართვის გეგმა უნდა გარემოსდაცვის მმართველი უნდა ყავდეს დანიშნული და ვის აძლევს ამ სახიფათო ნარჩენს მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკაშიც იქნება რა თქმა უნდა გამაგრილებელი კონდიციონერი და მასაც შევამოწმებდი ძირითადად ეს საკითხები სტომატოლოგიურით რა არა მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკა რო წარმოვიდგინოთ რა დონეზე დადის ეს ხო სალონი ან ტატუ არტისტები ნახე სალონში თმები შეღებილი თმები იჭრება უკვე სახიფათო ნარჩენში გადის
ტატუირების სახიფათო შეღებილში უკვე რა, ასე რომ ქიმიურად დამუშავებული, ანუ სპეციფიურ ნარჩენში გადის, მაგრამ რაღაც ანუ იმ ნარჩენში გადის, რომელიც მუნიციპალურ ურნაში არ უნდა მოხდეს. შეიძლება პირდაპირ წესით სახიფათოს იმას ვერ მიანიჭო, რა ქვია, ხასიათებლად, მაგრამ სპეციფიკურად დაქვემდებარებული და ის აუცილებლად უნდა დაიწვას. დაიწვას ისეთ ორგანიზაციაში, ვისაც ამის თვითონ ვერ დაწვავს. მეტად რამდენი იცავს ამას. სამშენებლო კომპანია. სამშენებლო კომპანიების საკითხი არის მოკლედ ყველაზე დიდი სამშენებლო ნარჩენი აქვთ მათ. პირველი კატლავანი, როდესაც ჟრიან 200 ტონაზე მეტი თუ გაქვს შენ კატლავანი, 200 ტონაზე მეტი თუ გაქვს ყველასა კატლავანი, აუცილებელი გჭირდება ნარჩენების მართვის გეგმა, იმიტომ რომ ეს კატლავანს რო ამოიღებ, უნდა წაიღო სერტიფიცირებულ ტიპთან, ისე ვერ წაიღებ, ანუ არის ამ შემთხვევაში თბილის შემთხვევაში თბილისელი ჯგუფი იღებს, ამ გლდანის ზემოთ რომ ამოსების კუთხით აქვს სამშენებლოის, არის ასევე სარეკულტივაციო ადამიანები, ვისაც სარეკულტივაციო და ადრე წიაღისეული ქონდა და ამოსების მიზნით აქვთ ესეთი, მხოლოდ ამას უნდა მიცე სამშენებლო ობიექტზე, ასევე სამშენებლო ობიექტზე რა წარმოგვიქმნება სახიფათო ნარჩენები. ქაფი, სილიკონი და ასე შემდეგ, რომელიც 10000 ლარიანი ჯარიმა. ან ნარჩენების გეგმა 5000 ლარიანი ჯარიმა, მაგრამ მაგალითად სილიკონის სარიელი, როდესაც სილიკონი გამოვიყენეს, სილიკონის სარიელი შესაძლოა დამჭა. ანუ არა, ერთად თუ ანუ 10000-იანი და 5000-იანი თუ დაგიწერეს, 10000 ლარი იქნება, 15 არ იქნება შთანთქავს, მაღალი შთანთქავს დაბალს. მაგრამ მაგალითად ქაფი წარმოიდგინეთ, ქაფი გამოიყენა, ან და სილიკონი გამოიყენა და ეს ნარჩენი რაც დარჩა სარიელი რა, ეს თუ დააგდო 10000 ლარიანი ჯარიმა. ოღონდ მე რო ფიზიკურმა პირმა იგივე გავაკეთო და მუნიციპალურ უნარში ხო, შენ ჯამწუჩი არ გაქვს ეს ხო. იდეაში ჩვენ ფიზიკურ პირებს უფრო მეტი ნარჩენს წარმოქმნით ხა საქართველოში ვიდრე კომპანია. ერთი შეკითხვა მქონდა, რაც ყველაზე ძალიან მაწუხებს. მაწუხებს მართლა რატო? თბილისში ერთ-ერთ უბანში ხა ლოკაცია რო თქვა მიხვდება ყველა და არ მინდა დასახელება. სამშენებლო მტვერი. კი. მოკლედ ბურღვას რო იწყებენ თუ აქ ქვების გათლას თუ ანის ხელოსანი როგორ არის ცოცხალი დღემდე ერთი და იგივე ადამიანი 1-3 კილო არაფერი არ უკეთი 1-3 კილო აგური ექნება ნასუნთქი რაც მე თვის განმავლობაში აი მტვერი დგება როგორ იცი მთელ ქუჩაზე სადღაც ორ ქუჩაზე ესენი ბურღვას თუ ხერხვას თუ თლას რო იწყებენ ამ ქვის მთელ ქუჩაზე მტვერი არის მათ არის ორი როგორც გარემოს დაცვის კუთხე ესე შრომის უსაფრთხოების კუთხე ნახე შრომის ინსპექცია რას ამოწმებს? შრომის ინსპექცია ამოწმებს შენი თანამშრომლის ჯანმრთელობა დაცულია თუ არა. თუ ის მუშაობს ისეთ ადგილზე, სადაც მისი თანამშრომლის ჯანმრთელობა უზნეებს, ესეც შრომის ინსპექციას გარემოზე თუ გარემოში მტვერი მოდის, რა თქმა უნდა, ყოფილა ბევრი საჩივრები ცხელხაზე შემოსული, მაგასთან დაკავშირებით ამ მტვერიანებაა და ასე შემდეგ. და დადებულება აქვს ზოგადად ამ მტვერისგან როგორ უნდა დაიცვა? დანამოა და გამოყენება სწავლიანი სახერხი აპარატების რა ასე რომ ვთქვათ რა. კი და მაგის ტექნოლოგია. ანუ არის მაგის ტექნოლოგია. არის ხო თან მე როგორ ეს ვალდებულება გაჩენა მაინც ესე ხდება აქ. და მარტო იმ ადამიანისთვის კი არა ვინც იმას აკეთებს იმისთვის ხო საშინელება არის აი ხირული მტვერი მოდის ნისლივი მათ შორის ახლა ეს გარემოს კუთხით არ არის მაგრამ იმას აქვს თვითონ მერია ვალდებულებს ეს მწვანე ბადესტრო ზუსტად ეგ მტვერს აკავებს რა იმიტომ რომ დიდი პრობლემა რა თქმა უნდა სამშენებლო სექტორიდან მოდის PM10 დაახლოებით მტვერის ზომა რომელიც ალერგიებს იწვევს რა და ძალიან ცუდია რა თქმა უნდა და მოკლედ ეხა ვიცი რომ ელუბანს დასამო მაგუბანში არის ყველაზე მეტი მშენებლობა და მტვერიც რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხა ნახეთ რა არის კიდე რა პრობლემებია ეს რომ მიიტანა მან ეს ქვიშა ეს სხვილი ფრაქცია იქნება თუ თხელი ფრაქცია იქნება რომ როდესაც მიიტანა მან დაცალა ხო ანუ იქ ისიც ხო ამ მტვერიან და მე ზოგადად ეს რო დაყრილია იქ ქარი და თუ ისეთ უბანშია სადაც დიდი ქარია მოკლედ ამას არა ეგ უბანი არა დიდი ქარიანი მაგრამ ცენტრალურ უბანშია მაგრამ ხო გასაგები მანქანა ხალხი არ ვიცი მართლა გეუბნები ის მტვერი რო დააჯამა მარტო იმ ადამიანს რაც აქ ანალიზებენ რომელ უბანზეა საუბარი და არ ვიცი ვიტყვი მაგრამ თუ არ მგონია თქვამაც უშველოს ამიტომ არ ვიცი სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მათ შორის აქვს დაბინძურების დეპარტამენტი და გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების დეპარტამენტს თბილისის მასშტაბით აქვს რამოდენიმე დანადგარი ERGOG არის ესეთი საიტი, სადაც შეგიძლია რომელ უბანში რამდენი მტვერია უფრო ნახო. ეხლა ეს აპარატები იმდენი არ დგას ამ ძალიან ძვირი ხის რომ მთელი საქართველოს მთელი თბილისი კარგად იყოს მოცული, მაგრამ ასე თუ ისე შეგიძლია რაღაც ნახო რომ ძალიან მიხარია რომ ამ საკითხის ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ყურადღება ეთმობა ვალდებულების გამო კი არა რეალურად
პრობლემაზე ზრუნავენ ის ადამიანებიც, ვინც იქ მუშაობენ და მოქალაქეებიც, ვისაც ეს ეხება. იცით როგორ არის, ანუ ეხლა ჩვენ ის რეალობიდან უნდა გამოვიდეთ განვითარებადი ქვეყანა ვართ რა. თქმა უნდა, ხო. და სახსრები ქვეყანას იმდენი აქვს, ეხლა ის აპარატის თუნდაც ის სადგური, რომელიც ჯიხურს ეძახიან, რომელიც სადგური, რომელიც ზომოს რამოდენიმე ტვერს, იმას რა ქვია, და ენოს, გოგირს და ასე შემდეგ გავქვა CO-ს, ხო? მილიონამდე ეждება თითო აპარატი, ხო? და მისი მეინტენენსი შემდგომ მისი ექსპლუატაცია კიდევ მეტი ძვირიჯდება. და ეხლა მაგდენი აპარატების შეძენა ესე სახელმწიფოს ბიუჯეტზე, ამიტომ ძირითადად აქვს სულ სპონსორებისგან და მოკლედ დონორებისგან უფრო სწორად ნაკეთი. ხო და აქ შემოდის ჩვენი მოქალაქეების პასუხისგებლობაც რა, როცა რაღაცის რესურსი ყველა ვიცით რომ არ არსებობს, კი გვინდა იდეალური იყოს, მაგრამ ვაცნობიერებთ რომ ამას დრო და რესურსები ჭირდება, ჩვენი პასუხისმგებლობები რაღაცებზე უნდა ავიღოთ, რომ მინიმუმ ნაგავი არ დავავიღოთ. მაგრამ იცი რას ვაკვირდები ხა მე 2005 წლიდან მუშაობდი გარემოსდაცვის სამინისტროში რა 2016 წლამდე. და რომ მახსოვს ხა 2005 წლიდან დღემდე, ხო? ის პერიოდი, როდესაც ჩვენ გარემოსდამცველები რაღაცებზე აქცენტებს ვაკეთებთ, საერთოდ მოსახლეობას არ აინტერესებდა და დღეს მოსახლეობის ასე რომ ვთქვათ, მოთხოვნა კანონმდებლობას და რეალობას, ქვეყნის რეალობას გაასწრო. ხო, როგორც ვინმე მანქანიდან ნაგვის გადამოგდება ნორმა იყო. ნორმა რა ხშირად ხდებოდა, ნორმა არ უნდა ყოფილიყო და ხა რაც არის კარგი, რომ მინიმუმ სხვა გეტყვის შენიშვნას. კი, ხო, და ძალიან მისასალმებელი არის ეს და არ ვიცი რა. ну შეგნებას გაიზარდა რა. დაგჭა შენ ბიზნეს სექტორი. მე არა, მე ერთადერთი ის დამჭა, რომ ფაქტიურად ეხა ისეთი რეკომენდაციები გავეცით რა, ანუ აი ის დარგები ჩამოვთვალეთ, რომელზეც მე მგონი, რომ დღეს უნდა მიაქციოს ამ ბიზნესმა ყურადღება და არ უნდა ელოდება მაინც და მაინც ოფიცერის მოსვლას და შემდეგ რაღაც გაფრთხილებებს და ჯარიმებს და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ჩემი აზრით, რა ვიცი, არა მარტო რაღაც ვალდებულება და პასუხისმგებლობა, არამედ რაღაც შეგნების ამბავიც არის, როცა ბიზნეს აკეთებს ერთი შეკითხვა მექნება მე იგივე იმას გავაგზავნებ პათოს. ბიზნესი მაქვს და სად უნდა მივიღო ინფორმაცია, სად უნდა გადავამოწო რა ტიპის ნარჩენს ვაწარმოებ მე, რომ ამ რეგულაციებში ვექცევი თუ არა. ხო, სხვათა შორის ანუ მაგასთან დაკავშირებთ ეხლა რომ ვთქვათ და დავტვირთოთ პირდაპირ ის რა ქვია სახელმწიფო სტრუქტურა ძალიან დაიტვირთება. ამიტომ ზუსტად ეს გადამოწმება აი საკონსტიტუციო კომპანიები, რომელსაც ეხლა ზუსტად ბაზებს ვქნით, ეს საკონსტიტუციო კომპანიები იქნება და ნებისმიერ მიმართავს საკონსტიტუციო კომპანიას და დაურეკავს და ეტყვის რომ ეს ბიზნესი მაქვს, ეს ვალდებულებები მაქვს და ამას ქვია პირველი ეტაპი იყო, როდესაც კანონი შემოვიდა ინვენტარიზაცია, ნარჩენების ინვენტარიზაცია. და ყველა კომპანია იყო ვალდებული ჩაეტარებია ინვენტარიზაცია, რომ მე ჩემი ნარჩენებით ჭირდება თუ არა გეგმა რა. და დღეს ეხა ნებისმიერ კომპანიამ რო დამირეკოს სიტყვაზე ვამბობ ნებისმიერ კომპანიამ რო დამირეკოს 5 წუთის განმავლობაში ვისაუბრო ზუსტად ვეტყვი ჭირდება თუ არა გეგმა რა ესე რო ვთქვათ რა ნარჩენების მართვის კოდექსი გვაქვს კანონი ხო ნარჩენების მართვის კოდექსი გვაქვს ზუსტად და იქ იქნება ჩამოთვლილი იქ არის ჩამოთვლილი ტიპები და განმარტებებია სახიფათო არასახიფათო აი თქვენ რაც დამისვით ტერმინთან განმარტებაშია ეს და მათ შორის ნარჩენების მართვის კოდექსი აქვს ქვენორმატიული აქტები მთავრობის დადგენილები რომელშიც კიდევ უფრო მეტი დეტალურია და მაგას ჭირდება მაცნეს გამოწერა 14 ლარა თუ არ მახსოვს რაღაც მთელ ინფორმაციაზე მიიღებ ცნობას. ხო. ანუ მოძიებადია მარტივად მის გარშე დარეკვის გარშე და დარეკვაც მე მგონი პრობლემა არა. თუმცა მოდი ესე ვთქვათ, რომ ამ ნაწილში შეიძლება ცხელი ხაზი აქვს გარემოსდაცვის და სოფლის სამინისტროს 153 და შესაძლებელია ცხელ ხაზზეც ეს ინფორმაცია მიიღონ რა. და ერთ კითხვასაც დავსვავ და პრინციპში ამით დავაფინალებთ, ხო? ანუ ეხლა თქვენ გექნებათ, ხო? ანუ ალბათ აწევრიანებთ კომპანიას, კომპანიებს თქვენს ასოციაციაში. ანუ რამდენად შეუძლია ეხლა ამ კომპანიას, რომელიც გაწევრიანდება თქვენთან, ხო? ეხლა ეს გამიშთა ეს კითხვა, რომ აი თქვენგანაც მიიღოს მსგავსი მხარეში, თვითონ ასოციაციისგან. კი ბატონო, აი ნახე ზუსტად მაგას ეხლა მაცნი ახსენა. ჩვენ ეხა ყოველთვიური ბიულეტენები გვაქვს ზუსტად ვალდებულება რა რო გაწევრიანდება ჩვენთან კომპანია, ჩვენი ვალდებულება არის ზუსტად რომ ამ კომპანიაზე ვიზრუნოთ გარემოსდაცვის კუთხით. ტრენინგები და მათ შორის ყოველთვიური ბიულეტენს ვაკეთებთ მაცნის ანალიზიდან გამომდინარე. დღეს რა ვალდებულება გაქვს, ხო სიახლეებს უზიარებ, ხვალ რა გექნება და ზეგ რა გექნება და ყოველთვიური ინფორმაცია ექნება ზუსტად ჩვენგან. და როგორ გავწევრიანდეთ? როგორ გავწერიანდეთ და მოკლედ ჩვენ საიტზე შეუძლიათ ჩვეულებრივად gema.g მოგმართოს Facebook გვერდიც გვაქვს საქართველოს გამოსდაცვის მმართველთა ასოციაცია gema და მოგწეროს და მოკლედ ამ ნაწილში ჩვეულებრივად გავაწევრიანეთ. სხვათა შორის ეს დავამატებ რომ ეს ასოციაცია უფრო პროფესიული ასოციაცია ზუსტად ბიზნესი უნდა გვიდგას მხარში რომ როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში
ეგრეთ წოდებული ESG-ის ნაწილში რომ ხარში დაგვიდგეს, თორე ძირითადად მე გავაწევრიანებ ჩვენ თვითონ გარემოსდაცვით მმართველებს. თვითონ რომ მათზე უნდა ვიზროთ, მაგრამ ბიზნესისგან გვინდა მხარდაჭერა და ბიზნესი ექნება ჩვენთან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა. უნებრივი. ხელისუფლებას მე მგონი ძალიან სწორი და ასოციაციის მიზანი აბსოლუტურად სწორი არის, ამ ასოციაციის როლი რაც არის, ეს არის. მე მქონდა ასოციაციასთან შემთხვევა, რომ მეთქი თქვენ ხო ზრუნავ თქვენ წევრებს და დაგეხმარებით ტრენინგებს ჩავატარებ მეთქი თქვენთან და გაწევრიანდიო და საწევროს რო გადაიხდიო მე ჩაატარებ და მეთქი მადლობა არ მინდა. ხო, მაგალითად ჩემ შემთხვევაში ხო მე პირიქით ვინმე მოვიდეს პირიქით. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეგ თავარი მიზანი იქნება. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ჯონი, ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა შენ DPT Consulting-ს, ესეთი საინტერესო თემისთვის, კიდე მორიგი საინტერესო თემა, ისევ ტრენინგი ჩავიტარდა. მადლობა ჩემ თანამშრომლებს და მეგობრებს და კოლეგებს, ვინც კოტე მირჩია შემოხვედრა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ეს თემა და უბრალოდ რესპონდენტს ვერ პოულობ. ფანტასტიკური რესპონდენტი, ფანტასტიკური სპიკერი. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო კონსტანტინე ხაჭაპურიძე, საქართველოს გარემოსდაცვითი მმართველთა ასოციაციის პრეზიდენტი და რა ვიცი, მე მგონი დღეს გამოგვივიდა ძალიან საინტერესო პოდკასტ ტრენინგი, სადაც გავეცით ძალიან საინტერესო ინფორმაცია, ძალიან საინტერესო რეკომენდაციები და აი განსაკუთრებით, როდესაც შევეხეთ დარგებს, მე მგონი იქაც სპეციალურად შევეხე მაგას, რომ ანუ უფრო პრაქტიკული გამოსულიყო და ადამიანს და ბიზნესს დაინახა თავისი თავი მანდ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ბატონებო. მადლობა თქვენ ზუსტად კიდევ. ისევ კлау გელით ჩვენთან პოდკასტში და მაყურებელს ვუხდი მადლობას ჩვენთან ერთად ხართ და დაგემშვიდობებით უკვე სამშაბათამდე საწიონო უქმეები. ნახვამდის. სხვადასხვა ინდუსტრია და ერთი სივრცე. ეთერშია საქმიანი პოდკასტი